გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მე მინდა მოგიყვეთ ერთ ისტორიულ ფაქტზე, რომელიც დიდებული და ნათელი წერტილია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. კერძოდ მე მინდა მოგიყვეთ ეგრისის სამეფოს ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელიც მე-6 საუკუნეში განვითარდა და სადაც კონკრეტულმა ერთმა დიდებულმა გმირობის მაგალითი აჩვენა მთელ ჩვენს ისტორიას და რატომღაც ეს ფაქტი იგნორირებულია ქართულ საისტორიო წყაროებში და რატომღაც ამ ფაქტს გვერდია უარა განათლების სამინისტრომ უარა იმ ხრივ რომ ამ ფაქტს არ ასწავლიან სკოლაში. არადა ეს ფაქტი არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორი დიდებული წინაპრები გვყავდა და როგორი წინაპრების შთამომავლები ვარ დღეს და ბუნებრივია ამ ფაქტზე უნდა იზრდებოდეს თანამედროვე ახალგაზრდობა, რომლებიც შემდეგ ააშენებენ ასევე წარმატებულ სახელმწიფოს, წარმატებულ ქვეყანას. კერძოდ რა ეპიზოდზეა საუბარი, ეს არის მე-6 საუკუნე, იმ პერიოდში ერთიანი საქართველო არ არსებობდა და დასავლეთ საქართველოში ეგრისის სამეფოში, სადაც მეფობდა გუბაზ მეორე, მოხდა ესეთი ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქვეყანა, ამ შემთხვევაში ეგრისი ყოველთვის ინტერესის სფეროში იყო მრავალი ჯურის იმპერიებისთვის, იმიტომ რომ ეს რეგიონი წარმოადგენდა კარიბჭეს და ამ იმპერიებისთვის ეს იყო მიზნის მიღწევისთვის საჭირო ადგილმდებარეობა. რა იმპერიები იყო, მოდი ეს ყველასთვის ცნობილია, ეს იყო ირანი, ბიზანტია, ოსმალეთი, სპარსეთი და ასე შემდეგ. და ყველას ინტერესს წარმოადგენდა რომ კონტროლი დაემყარებინათ ამ რეგიონზე. თუმცა ჩვენი მეფეები, ამ შემთხვევაში გუბაზ მეორეზეა საუბარი, არ აძლევდნენ საშუალებას რომ დაეპყროთ ეს ქვეყანა. გუბაზ მეორე დიდი სტრატეგი იყო, გუბაზ მეორე იყო მოქნილი დიპლომატი და შეეძლო ლავირება იმპერიებს შორის, რათა შეენარჩუნებინა ეგრისის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მიეცა სწორი მიმართულება მის ქვეყნის განვითარებისთვის. კონკრეტულად რა ეპიზოდზეა საუბარი, ეს არის მე-6 საუკუნე, როგორც გითხარით, ამ პერიოდში კოლხეთი მოკავშირე იყო ირანის, თუმცა ირანი მეც ცდილობდა უნდა გაეუქმებინა კოლხეთის ეგრისის სამეფო და დაემყარებინა პირდაპირი მმართველობა. ამ პერიოდში ირანის მმართველი იყო ხოსრე ამრუშევანი, ხოსროს აი ესე ვთქვათ დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ბუნებრივია მეფე გუბასთან, თუმცა ეს არ იყო გულწრფელი დამოკიდებულება და იგი ცდილობდა რომ ჩამოეშორებინა მეფე ეგრისის მმართველობას და დაემყარებინა როგორც თქვი პირდაპირი მმართველობა. და ისტორიული წყაროები, აგათია სქოლასტიკოსი, ესეთი ბიზანტიელი ისტორიკოსი ამ მოვლენას აღწერს და სადაც ნათქვამი იყო, რომ ხოსროს უნდოდა ჩამოესახლებინა ირანელები ეგრისის სამეფოში და ამით მთლიანად დაიპყრობდა ამ ქვეყანას. ამისთვის ეს მიზანი რო განეხორციელებინა, ბუნებრივია ირანელებს ჭირდებოდა დასაყრდენი ძალა და ბევრი ძებნის მერე მიაკნეს ერთ-ერთ ეგრისელ დიდებულს ფარსანს, რომელიც დაპირისპირებული იყო მეფე გუბასთან და საკმაოდ მძაფრი დაპირისპირება ჰქონდათ. ესე აღწერს აგათია სქოლასტიკოსი და დაუკავშირდნენ შესთავაზეს გარკვეული ალბათ ბუნებრივია თანხა, ეს მითითებული არ არის ცნობილი, არ არის ისტორიულ წყაროებში, ის შესთავაზეს ალბათ თავისი გავლენის გაფართოება და მიუხედავად ამისა, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დიდებულმა გამოიჩინა გმირობის მაგალითი ამ შეხვედრის მერე ბუნებრივია გაისტუმრა ეს ირანელები, თუმცა ჩაიდინა გმირობის მაგალითი, მივიდა მეფესთან, უამბო ყველაფერი და ამით
თქვენ წარმოიდგინეთ პირადი ამბიციებზე მაღლა დააყენა ქვეყნის ინტერესები და მეფე. ამით ფაქტიურად მან გადაარჩინა ჩვენი ისტორია, გადაარჩინა ეგრისის სამეფო და გადაარჩინა ზოგადად ქვეყანა გადაარჩინა განადგურებას. ეს ფაქტი აქტუალურია იმ ხრივ, რომ ამ ესეთ გმირობის ნათელ მაგალითზე უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობა და აქტუალურია იმ ხრივაც, რომ თანამედროვე ჩვენი პოლიტიკოსები ესეთ გმირობის აქტს სამწუხაროდ არ ჩადიან და ყველა ცდილობს, რომ თავისი პირადი ინტერესები მოარგოს ქვეყნის ინტერესებს, განსხვავებით ფარსანსისგან, რომელმაც პირადი ინტერესები პირიქით უკან პლანზე გადაწვია და ქვეყნის ინტერესები დააყენა წინა პლანზე. როგორც თავიდან აღნიშნე, სამწუხაროდ ეს ისტორიული ფაქტი არ არის ცნობილი ფართო მასებისთვის, მარტო ცნობილია ისტორიკოსებისთვის ბუნებრივია, არ არის ცნობილი მოსწავლეებისთვის, რადგან არ ასწავლიან სკოლაში. მე მინდა მიმართო ჩვენს მოსახლეობას, მე მინდა მიმართო ჩვენს პატარებს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, რომ იამაყონ ესეთი ნათელი მაგალითით ჩვენი ისტორიისა, ასწავლონ მეგრული ენა, ის ენა, რომელი ენაც იყო როგორც ფარსანსისთვის, ასევე გუბაზ მეორისთვის მშობლიური ენა. ჩვენ ესეთი გმირების თამამავლები ვარ და აუცილებლად ის დანატოვარი, რაც დაგვიტოვეს, აუცილებლად უნდა განვავითაროთ ენა, განვავითაროთ ჩვენი წარსული და ვიამაყოთ ჩვენი წარსული. სულ ეს მინდოდა მეთქვა, მადლობთ ყურადღებისთვის.